დღეს რეგიონის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ფედერაციების ინვენტარიზაცია, დაფინანსება და სუბსიდირების საკითხი იყო. შეხვედრას 34 სპორტული ფედერაციიდან უმრავლესობა ესწრებოდა. მათი განმარტებით განხეთქილება ფედერაციებს შორის საუკეთესოს დასახელებამ გამოიწვია. სპორტული გაერთიანებების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ის მიზანმიმართული ქმედება იყო. შეხვედრაზე მყოფებმა არჩილ ხაბაძეს საკითხით დაინტერესებას თხოვეს. ყურადღება მთავრობის დადგენილებაზეც გაამახვილეს, რომლის მიზეზითაც სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს 24 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით შესყიდვების განხორციელების და აქედან გამომდინარე სპორტულ ღონისძიებაზე გამგზავრების დაფინანსების საშუალება არ ჰქონდა. არჩილ ხაბაძის თქმით, პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. ძირითადი თემები იყო ჩვენი სპორტსმენების ფედერაციის დაფინანსების საკითხი. იყო მტკივნეული თემები, არის რაღაც კანონთან მიმართებაშიც ბევრი კითხვები, იმიტომ რომ სპორტსმენების უწევთ ხოლმე შეჯიბრებებზე წასვლა და შემდეგ შეჯიბრების ჩატარების შემდეგ, როდესაც ისინი ჩამოვლენ, შემდეგ ანაზღაურდება ხოლმე მათი თანხები. ზოგ შემთხვევაში არის ძალიან სოლიდურ თანხებთან დაკავშირებული და შეუძლებელია თქვათ 2-3-5 ლარიანი ღონისძიებები და მეტიანი ღონისძიებები დააფინანსოს ვინმე. გავაცანოთ იმ პრობლემებს, რაც არსებობს ზოგადად სპორტში. გავაცანოთ ასევე იმ ხარვეზებს, თუ რა შეიძლება გამოსწორდეს, რა უნდათ რომ გამოსწორდეს ფედერაციებს. იყო ბევრი გულისწყივილი, ბევრი ხარვეზის გამოსწორების სურვილი, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ, სამუშაო შეხვედრა იყო.